მოგესალმებით, ჩემო როგორ ხართ, იმედია მზად ხართ საჯარო გაშლისთვის. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ თქვენს მიმართ თბილ დამოკიდებულებას, მადლიერებას იმისთვის, რომ ხართ ჩემთან. მანებივრებთ თქვენი კომენტარებით, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გავიგო, რამდენად საჭიროა ჩემი გაშლები თქვენთვის და მეც გაგანებივრებთ ჩემი საჯარო გაშლებით. ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, გთხოვთ გამოიწეროთ, რათა ახალი ვიდეოები არ გამოგრჩეთ. პირად კონსულტაციაზე კი შეგიძლიათ მითითებულ ნომერზე WhatsApp-ზე დამიკავშირდეთ. მე გაშლას გავაკეთებ ორ ვარიანტად, რადგან ბევრი ხართ და ერთი ვარიანტი ყველასთვის რეზონირებადი ვერ იქნება და მე მინდა გაშლა გავაკეთო ისეთ სიტუაციაზე, თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანზე, რას განიცდის, მოდი გავიგოთ მისი განცდები, რატომ ღელავს, რაზე ნერვიულობს, რას განიცდის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, მაგრამ მანამდე გავაკეთოთ სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. ნახოთ. ორ ვარიანტად გავაკეთოთ სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. პირველი ვარიანტი იყოს აი ეს ლაბრადორიტის ულამაზესი, არ ჩანს მეგობრებო, ულამაზესი ქვა, ლაბრადორიტის გული და მეორე ვარიანტი თქვენ მეორეებო რა ურთიერთობაში ხართ. ავანტურინის, ძვანი ავანტურინის გული. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. დახუჩეთ თვალები, კონცენტრირდით თქვენს ვარიანტზე, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი წარმოიდგინეთ, თვალს რომ გაახელთ, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, სწორედ ის იქნება თქვენი ვარიანტი. იმედია აირჩიეთ და ვინც პირველები ხართ, მოგესალმებით. ავანტურინი არა, უფრო სწორად ლაბრადორიტი. რა ურთიერთობაში ხართ? აქ საკმაოდ დიდი ცვლილებები მოხდა თქვენს ურთიერთობაში. მოხდა იმედგაცრუება, ღალატი, იყო გულის ტკენა. აი ამ გულის ტკენის შედეგად გაიარეთ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. ძალიან შეიცვალა ამის შემდეგ თქვენი ცხოვრება და აქ მამაკაცი გვეწვია ისეთი, რომელიც შეიძლება ფინანსურად წარმატებული მამაკაცია, ან დაოჯახებული მამაკაცია. ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება მეუღლესაც უყურებდეთ, ან მამაკაცთან შეიძლება დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებდეთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანს ჰქონდეს ოჯახი. რამ ჩამოანგრია თქვენი ურთიერთობა? მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ, რომ რაღაც ტყუილი იყო, ღალატი იყო, ან იმედგაცრუება იყო, რამ ჩამოანგრია? ვერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ დაასრულა. თქვენ სასარგებლოდ ვერ მიიღო ამ ადამიანმა გადაწყვეტილება, შეიძლება სამკუთხედის თემა იყო და თქვენ ვერ აგირჩიათ და მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ ჩვენი თემა სხვა რაღაც არის და მოდი ვნახოთ. რას განიცდის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს მიმართებაში? რას განიცდის ეს ადამიანი? მეგობრებო, ეს ადამიანი განიცდის იმას, რომ თავისი საქციელებით ერთგვარი ბარიერი დააწესა თქვენს ურთიერთობაში. ეს ადამიანი განიცდის იმას, რომ არ იყო სტაბილური აი ამ ურთიერთობაში და არ იყო მყარი აი ამ ურთიერთობაში. განიცდის, რომ აი ამ თავისი არასტაბილური საქციელით და აი იმ ბარიერით, რაც თქვენს შორის აღმართა, თქვენ შეგცვალათ და თქვენ
გადაგიყვანათ და გაქციათ მკაცრ ქალბატონად. თქვენი პიროვნება თითქოს ნანობს, რომ შეცვალა თქვენი პიროვნება. ამ ადამიანს თქვენ ოდესღაც ძალიან სათუთი მგრძნობიარე ქალბატონი ახსოვხართ და თქვენ ამ ადამიანმა ცოტა ცივ, ხისტ და გონებით მოაზროვნე და არა ადრე, როდესაც თქვენ გულით იღებდით გადაწყვეტილებას, ახლა თქვენ გონებით იღებთ გადაწყვეტილებას და ეს ადამიანი ნანობს, რომ თქვენში ის სათუთი ქალი გარდასახა აი მკაცრ ოღონდ სამართლიან ქალბატონად. რას განიცდის? განიცდის, რომ არ იყო სტაბილური და ვერ აიღო მართვის სადავეები ამ ურთიერთობაში, ვერ ჩამოყალიბდა. რას განიცდის? მეგობრებო, თუ ამ მამაკაცს ყავს ოჯახი და ცოლი, აი განიცდის, რომ ვერ შეძლო იქიდან წამოსვლა და ვერ აგირჩიათ თქვენ, თუ თქვენ მეუღლეები მიყურებთ და არა მეორე ქალბატონები, მაშინ ეს ადამიანი განიცდის, რომ ოჯახში სტაბილურობა ვერ შექმნა, მაგრამ ყველა ვარიანტში ეს ადამიანი განიცდის, რომ ურთიერთობა დაიშალა და განიცდის იმას, რომ ის მდგომარეობა, როცა თქვენთან ერთად იყო, მის ცხოვრებაში აღარ განმეორდება, განიცდის, რომ აი ეს გრევა მოხდა თქვენს ურთიერთობაში. რაში ადანაშაულებს ეს ადამიანი კიდევ თავს? მეგობრებო, მან აირჩია აი ეს სტაბილური გარემო, ალბათ ოჯახი, თავისი კეთილდღეობა, ოჯახური ფორმალურად ოჯახი და სწორედ აი ამას განიცდის, რომ აი ეს ახალი რაც თქვენთან დაიწყო, ვერ მოიყვანა სისრულეში და ბოლომდე ვერ გაიყვანა. განიცდის, რომ თქვენ გაქციათ ძალიან ძლიერ ქალად, განიცდის, აი რა ტრანსფორმაციაც თქვენ გაგატარათ და რა გარდასახვაც თქვენში მოიტანა. აი ამას განიცდის ეს ადამიანი. დაგემშვიდობებით პირველებო და მე აქვე მინდა გთხოვოთ, რომ კომენტარებში დააფიქსიროთ, რამდენად თქვენი იყო ეს გაშლა, ან რაზე გსურთ, რომ შემდეგი გაშლები გავაკეთოთ. მოდი ვნახოთ. მეორე ვარიანტი. რა ურთიერთობაში ხართ? მეორე ვარიანტი. აქ ესეთი ინგრევა შეიძლება არ იყოს, მაგრამ რაღაცა პატარა პაუზა იყოს თქვენ შორის. მე მგონია, რომ აქ ორივე მებრძოლი ადამიანი ხართ, შეიძლება პატარა რაღაცაზე ვერ შეთანხმდით, ორივე ძალიან ცეცხლოვანი ადამიანები ხართ, ძალიან ქარიზმატულები და ორივეს გსურთ ურთიერთობაში ლიდერობა. თუ ახლა პაუზაზე ხართ, გეტყვით, რომ ეს ადამიანი დაკავებულია თქვენი თვალყურის დევნებით. რა ურთიერთობა? აი ხა პაუზაზე ხართ და ლოდინია და მინდა გითხრათ, რომ ორივენი დაღლილი ხართ აი ამ ერთმანეთის მოლოდინში და არც ერთი არ დგავთ პირველ ნაბიჯებს, ორივენი მანიპულირებთ თქვენი სიშორით და კომუნიკაციის არ ქონით, თუ კომუნიკაციაზე არ ხართ, აი თქვენი სიჩუმით ერთმანეთზე ხართ მანიპულაციაში, ორივენი მანიპულირებთ და ხართ აი ესე მოლოდინში ერთმანეთის ზარის, SMS-ის რა ურთიერთობაში ხართ, საკმაოდ გგონიათ, რომ დასრულდა და შეიცვალა ყველაფერი და შეიძლება ახლა ინტერნეტით გაქვთ კომუნიკაცია, ან ზოგიერთს არც გაქვთ, მაგრამ ეს
ადამიანი გეტყვით, რომ შეიძლება ისე ნერვიულობს, რომ რაღაც წამოვიდა ახლა ესეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება, რაღაცაზე არაჯანსაღად არის დამოკიდებული, შეიძლება ეს სასმელი იყოს, ღმერთმა დაიფაროს კიდევ უფრო ცუდი რამ, მაგრამ დეპრესიულ მდგომარეობაში ხართ. რაღაც ძალიან შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში, თითქოს ერთი ეტაპი, ციკლი, ერთი ეტაპი დახურეთ თქვენი ურთიერთობის. მოდი ვნახოთ, რას განიცდის ეს ადამიანი თქვენთან ურთიერთობაში, თქვენთან მიმართებაში, რას განიცდის და ნერვიულობს ეს ადამიანი. მეგობრებო, ამ ადამიანის ცხოვრებაშიც ორი ქალბატონი ხომ არ არის. ეს ადამიანი განიცდის იმას, რომ აი ასეთი საყვარელი, ასეთი თბილი ქალბატონი, როგორიც თქვენ ხართ, შანსი მიეცა, რომ ამ ადამიანთან შექმნა თავისი სტაბილური ცხოვრება, მოეწყო თავისი სტაბილური ცხოვრება და დაეკანონებინა და აი ეს შანსი ვერ გამოიყენა მან. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ აი ეს თქვენი კეთილგანწყობა, თქვენი აი ეს კეთილგანწყობა და დამოკიდებულება დაკარგა და ეს შანსი ხელიდან გაუშვა. ამ ადამიანს აღელვებს ის, რომ აი თავის წარმოდგენაში ყოველთვის წარმოედგინეთ თავისი სახლის დიასახლისად და აი ეს ვერ განახორციელა. რას ნანობს ეს ადამიანი? ნანობს, მეგობრებო, იმას, რომ აი ეს თავის გონებაში რაც ქონდა, რაც გითხარით მე, რომ ეს გონებაში გეგმები ქონდა თუ ოცნებები ქონდა, რომ თქვენ ექციეთ თავისი სახლის დიასახლისად, აი იმ შეყვარებული ქალისგან ექცია, მეუღლედ ექციეთ, აი ის ვერ განახორციელა რატომღაც, აი ამას ნანობს, რომ ბედის ბორბალი ცუდად დატრიალდა, ან მერყევი იყო აი ამ ურთიერთობაში და ამიტომ არ გამოვიდა აი ეს ყველაფერი. ნანობს თავის არასტაბილურობას, ნანობს იმას, რომ დროულად ვერ გაანალიზა რა უნდა გაეკეთებინა. კიდევ რას ნანობს ეს ადამიანი? ხო, ნანობს, მეგობრებო, რომ აი რაღაც ბარიერი აღმართა თქვენს შორის, წარმოუდგენელი, რაც რეალობა არის, რაღაც თავის თავში მოგონილი ბარიერები აღმართა თქვენ შორის, რამაც ხელი შეუშალა თქვენი ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლას, ქორწინებას ან გაგრძელებას, თქვენი ბედნიერების გაგრძელებას, თავისმა მენტალურმა შიშებმა და არარსებულმა შეზღუდვებმა შეუშალა ხელი, აი ამას ნანობს, თავის უმოქმედობას ნანობს. რას ნანობს კიდევ? კრიზისშია, მეგობრებო, შეიძლება ისეთი კრიზისი აქვს ამ ადამიანს, რომ ჯანმრთელობის პრობლემებიც კი აქვს, როგორც გითხარით, შეიძლება სასმელზე გახდა ეს ადამიანი დამოკიდებული, რამაც ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია, ან ახლა ცოტა უფინანსობა აქვს და ელოდება რაღაც ახალ შანსს. რას ელოდება? ელოდება იქნებ რაღაც შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში, რა მხრივ იქნებ არჩევანი გაკეთდეს და არ ვიცი, არჩევანი თქვენ უნდა გააკეთოთ თუ მან უნდა გააკეთოს, მეგობრებო, მაგრამ ელოდება შანსს, სადაც მიეცემა კიდევ ერთი შანსი, რომ არჩევანი უკვე სწორედ გაკეთდეს თქვენ შორის. ეს ადამიანი ღიალავს, რომ ხელიდან გაუშვა აი ეს ბედნიერების შანსი, რაც რეალურად თქვენთან ნამდვილად ქონდა. მადლობა მეორეებო, თქვენს დაგელოდებით კომენტარებში და მომავალ გაშლამდე დაგემშვიდობებით, დიდი სიყვარული.